ჩვენ საგანგებოდ შევედით საკანონმდებლო ორგანოში იმისთვის, რომ მოწმეები ვყოფილიყავით ისტორიის. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის არჩევნების და გვინდოდა დოკუმენტირება მოგვეხდინა აი ამ ყველაფრის. დიახ, ხმოსნებმა დღეს ბიულეტენებზე შემოხაზეს კანდიდატი და მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი ეწერა ამ ბიულეტენზე. რა ეწერა ამ ფურცელს? ეწერა შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი. ანუ სასურველი იყო ეს სიტყვა ჩაწერილი და ბიულეტენზე ეწერა ერთადერთი კანდიდატი, ეს იყო მიხეილ ყაველაშვილი. ის საინტერესოა ნატა მსოფლიოს მასშტაბით მოდმაყურებელს უჩვენოთ ახლა. სულ რამდენიმე შემთხვევა. როდესაც ერთკაციანი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, ვაჩვენოთ გრაფიკა. გიორგი, ვაჩვენოთ დიდზე ეს გრაფიკა სრულ ეკრანზე გავიტანოთ. კი ბატონო, ახლა თქვენ ხედავთ, შეგვიძლია ტიტრებიც მოხსნათ. კი ბატონო, სად იყო ყაზახეთში. ყაზახეთი ნურსულტან ნაზარბაევი, მარადმწვანე პრეზიდენტი 1991-95 წლებში, როდესაც ის კენჭს იყრიდა ამ ვადის დროს, ის იყო ერთადერთი პრეზიდენტი. საფარ მურატ ნიაზოვი, თურქმენეთი. 92 წელს უკვე თურქმენეთში დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, სადაც ბიულეტენზე იყო ნიაზოვის გვარი. თურქმენეთს მოყვა ერაყი, თან ორჯერ სადამ ჰუსეინმა კენჭი იყარა 95 და 2002 წელს და ერთ კანდიდატიან არჩევნებში მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, ბაშარ ალ-ასადიც. ის საპატიო ხუთეულშია და მეხუთე ადგილზეა, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეა და კიმ ჩენ ინი. და სამწუხაროდ მე-6 ადგილზე არის საქართველო, მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს ისტორიაში საპატიო ადგილს იკავებს ყაველაშვილი. საქართველოს ისტორიაში ყაველაშვილი არის პირველი უდიპლომო პრეზიდენტი, პრეზიდენტად დანიშნული და ასევე პირველი არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. 4 მთავარი კრიტერიუმი რითიც ყაველაშვილი არის პირველი. ის არის პირველი უდიპლომო პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, ის არის პირველი ერთკაციანი არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, ის არის პირველი არალეგიტიმური პარლამენტის შედეგად არჩეული პრეზიდენტი და ეს საკმარისია იმისთვის, რატომ არ უნდა იყოს ის საქართველოს პრეზიდენტი. სავარაუდოდ ძალიან ცოტა ხანი იქნება მიხეილ ყაველაშვილი ამ თანამდებობაზე. ქართული ოცნების წევრებს წარმოდგენა არ აქვთ, რატომ შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა ყაველაშვილი ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატად და ნუ შემდეგ დაამტკიცებინა ყველას. ყველას ერთი და იგივე სიტყვა აქვს, იყენებენ იმას, რომ ის არის პატრიოტი, რომ განსაკუთრებულად უყვარს სამშობლო და სწორედ ამიტომ შეარჩია ის ბიძინა ივანიშვილმა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ დღეს, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრორუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ ყაველაშვილის დანიშვნით არჩევით თუ არ ვიცი, რაც ქვია ამ პროცესს, მოეკლა საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოусვინოთ ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ წევრებს. როგორ გაჯობათ უდიპლომო ყაველაშვილმა? თქვენც ხომ გინდოდათ პრეზიდენტობა, ქალბატონო თეა? რატომ შეარჩერა არჩევანი ივანიშვილმა უდიპლომო ყაველაშვილზე? თქვენ შედგა ბატონო გია არჩევნები? კი, შედგა არჩევნები. გაგიჭირდათ არჩევანის გაკეთება? არა, დარწმუნებული იყო ჩემ არჩევანის ისტორიაში. ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა მხარი დაუჭერეთ. შემოხაზე თუ გააფერადეთ? ბატონო? შემოხაზე თუ გააფერადეთ? რაც იყო საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის გავაკეთე. აი ფორმალურ პროცესში მონაწილეობა უხერხული არ არის, როცა იცით რომ აი მხოლოდ ფორმალობაა და მხოლოდ რამდენიმე კვირით იქნება პრეზიდენტი. ეს არის ფორმალური, ამას თქვენ თვლით. აი ივანიშვილის გადაწყვეტილებას ასრულებს. ეს არის თქვენი გადაწყვეტილება. რა არის მითხარით რა პროცესთან გვაქვს ახლა ქალბატონო რიმა გრძნობთ პირად პასუხისმგებლობას, რომ არალეგიტიმურ პროცესში იღებთ მონაწილეობას. აცნობიერებთ ამას? ჩვენი პარლამენტი არის ლეგიტიმური. არავინ არ გავიარეთ და როგორ არის? ვინ ხალხმა რომ გააყალბეთ არჩევნები და გაყალბებული გზით შეხვედით პარლამენტში? აცნობიერებთ, რომ არალეგიტიმურ პროცესში იღებთ მონაწილეობას და თქვენი ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურია, მათ შორის პრეზიდენტის არჩევაც? აი როგორ წარმოგიდგენიათ, ყაველაშვილმა რამდენი ხანი უნდა დაიკავოს ეს პოსტი? ყაველაშვილი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი. თქვენ რამდენი დიპლომი გაქვთ? შეიძლება გავიგო რამდენი? ხო, რა ვიცი, რა დაამთავრეთ? რამდენი დიპლომი გაქვთ? ორ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგისტრატურას და ასევე ბაკალავრიატს. და იმან ერთიც რო ვერ აიღო, რა ხდება?
რატო ვერ აიღო თქვენი აზრით? რთული იყო არჩევანის გაკეთება? გაგიჭირდა. ბრიფინგი მიდის. გაგიჭირდა. გაგიჭირდა. ბრიფინგი მიმდინარეობს. ბრიფინგი მიმდინარეობს. კონკურენტო პრეზიდენტი რომ ბრიფინგი მიმდინარეობს. არქი უხერხულება და არალეგიტიმურ პროცესში რომ იღებთ ბრიფინგი მიმდინარეობს. არ მევხერხულობა ბრიფინგი მიმდინარეობს. იმახსოვრებთ ახლა მამუკამ. ბრიფინგი მიმდინარეობს. უსმენ. მე თქვენ და გაიმეოროთ. უსმენ, არა, უსმენ. ნარჩევებს ითვისებ. უსმენ, რა თქმა უნდა. რომ დაიმახსოვროთ არა, რომ ავითვისო ის კარგი უნარჩვევები, რომელიც მამუკამ დინარეთს აქვს, როგორც თქვენ თქვით. ყველა აბსოლუტურად ყველა. აი, როგორც გამოდის საზოგადოების წინაშე. ძალიან კარგი ორატორული უნარები აქვს. დღის მთავარი თემა მაინც ყაველაშვილია და ამიტომ მდინარეზე გვერდზე გადავდეთ. მორჩეს. ყაველაშვილზე ვისაუბრეთ. ბრიფინგი მორჩეს. ბრიფინგი მორჩეს. ბრიფინგს უსმენ. აი თქვენი აზრით რამდენი ხანი გაგრძელდება მისი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობა? აი რამდენი ხანი გაგრძელდება მისი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობა? გარეთ ხალხი დგას, ამბობენ რომ არც პარლამენტს აღიარებენ, არც პრეზიდენტს. აი ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ? აი რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობა? ბრიფინგს მოусმინოთ. კარგი, დაიმახსოვრეთ ყველა სიტყვა. მამუკას გითხრით. ჩვენ მოგვიწევს რომ არ შევწყვეტოთ ინტერვიუ, იმიტომ რომ არალეგიტიმური პარლამენტის წევრს თუ ესაუბრებით, თქვენთვისაც ეს ინტერვიუ არა მაყურებელს უნდა ვაჩვენოთ, თქვენი პოზიციაც უნდა მოვასმენინოთ. მე ამიტომ შემოვედი დღეს საქართველოს პარლამენტში, მინდოდა რომ გადამეღო, აი დოკუმენტირება მომეხდინა იმ არალეგიტიმური პროცესის, რომელსაც აი აქ ამ დარბაზში, ისტორიულ დარბაზში ქონდა ადგილი. სადაც ზუსტად გამსახურდია დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თქვენ დღეს აირჩიეთ კაცი, რომელსაც განათლებაც კი არა აქვს, ბატონო ალუტა. აი ეს როგორ აკადრეთ საკუთარ ქვეყანას? ამ ქვეყნის სიყვარულში ნებისმიერ შევეჯიბრეთ. ჩემი დიდი პატივისცემა თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს. აი გარეთ ქუჩაში ვისდგას იმათაც უცხადებთ პატივისცემას? მათ შორის რა თქმა უნდა. ჩვენ ქვეყნის მოქალაქეები არიან. თქვენ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევით ბატონო ალუტა კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებთ. თქვენ ხო არ გონიათ და დარწმუნებული ვზანდებოდით იმაში რომ აქ არ უნდა აგერიოთ რომ არ ვართ ის ხალხი და მე პირადად არ ვარ. რა თქმა უნდა და თქვენ მე მესაუბრებით და მეკითხებით ქართველ ხალხს. ბუნებრივია. თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქე არის ჩემი მოქალაქე. და ჩვენ ვართ ერთნი. და ეს ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ, ეს არის. რატო არ გესმით ამ ხალხის მე? აბსოლუტურად. აი თუ გესმით, მაშინ რატო არ ნიშნავთ? კიდევ ერთი რამე. ამ ქვეყანას ზალადობა არ ჭირდება და ჩემი სოლიდარობა თითოეულ დაზარალებულს, აბსოლუტურად. და აბსოლუტურად ყველას. ბატონო გენო, გაგიჭირდათ არჩევანის გაკეთება? ძალიან კონკურენტულ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა, ხო? თქვენი გუნდის წევრი ხდება პრეზიდენტი. კი ბატონო, და ძალიან სასიამოვნოა და გარწმუნებთ, რომ უკვე გამსახურდია შემდეგ ქვეყანას იღირსება პატრიოტი პრეზიდენტი და ამას იგრძნობს ხალხი, პირველ რიგში ხალხი. რომ ხალხზე, ქვეყანაზე ზრუნველი ადამიანი იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. და არა 31 დეკემბერს ახალ წელს ვინმე წყევლით და კრულით აღარ მოგვილოცავს. დასავლეთის მაგინებელი ადამიანი პრეზიდენტად როგორ შეერჩიეთ? ნუინერვიულებ, ყველაფერი კარგად. თქვენ მეტყობას არ გაღიარებთ. ბატონო ლადო, ერთი წუთი გაჩერდით არ გაიქცეთ, ხო რა? ნახეთ რა მაინტერესებს. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნებს აგინებდა, დასავლეთს აგინებდა, აი ასეთი ადამიანი პრეზიდენტად ვინ შეარჩია, ვინ იყო ადამიანი, ვინც დაასახელა მისი კანდიდატურა? მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვინ დაასახელა? პოლიტიკურმა გუნდმა. კონკრეტულად ვინ იყო ადამიანი, ვისაც გაუჩნდა იდეა, რომ ყაველაშვილი იყოს პრეზიდენტი? გუნდი. თლია ყველას ერთდროულად გაუჩნდა თავში ეს იდეა? რა თქმა უნდა. ვის შეხვდება, ეს არის თავარი კითხვა, პირველი ვიზიტი სად ექნება, ვის შეხვდება და რაზე უნდა ელაპარაკოს დასავლეთის მაგინებელი დეპუტატი, რომელსაც ევროპელი ლიდერების ალბათ ნახევარზე მეტი პირადად ყავს ნაგინები, საჯარო კომენტარებით და ევროდეპუტატების 90%. რა კითხვა აქვს და რა პასუხები აქვს ამ კითხვაზე? თურნავა არის ქართული ოცნების ახალი წევრი. ბატონი თურნავა გვეუბნება, რომ ძალიან მალე ევროკავშირის ყველა სახელმწიფო
აღიარებს ბატონ ყაველაშვილს, მიულოცავენ არჩევნებში გამარჯვებას, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში გამარჯვებას და შესაბამისად ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წავა, მაგრამ რა აძლევს ამის თქმის საფუძველს ბატონ თურნავას ჩვენ არ ვიცით. თვითდამშვიდების რეჟიმი არის ეთყობა, რომელშიც იმყოფება ბატონი ვაკო. დღეს 3 საათამდე პარლამენტში არ გამოჩენილა. ის მოვიდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სხდომათა დარბაზში, ისტორიულ დარბაზში ბატონ კალანდარიშვილს უნდა გამოეცხადებინა ჩატარებული არჩევნების შედეგები. შესაბამისად, ის ჟურნალისტებთან დღეს არ გამოჩენილა. ჩვენ ვერ დავუსვით მას კითხვები, მაგალითად რა გეგმა აქვს, რას აპირებს, სად მიდის პირველი, ვის შეხვდება. ხო, ეს ალბათ უფრო მეტი უნდა გავიგოთ 29 დეკემბრის შემდეგ, რადგან როგორც იცით 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ალბათ უფრო მეტი რაღაცა მკაფიობა გამოიკვეთება ამის შემდეგ. რამდენად შეძლებს ის უფლებამოსილების და ხორციელების დაწყებას, ეგეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ. დიპლომებთან დაკავშირებით ვიკითხეთ ჩვენ პარლამენტში, გვაინტერესებდა ვის რა პოზიცია ჰქონდა. იმაგდეთ, როდესაც გაიგეს პირველად, რომ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად შერჩია უდიპლომო კაცი. აღმოჩნდა, რომ დიდ ნაწილს პრობლემა ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით და გავარკვიეთ, რომ პარლამენტში ყველაზე მეტი დიპლომის, 3 დიპლომის მფლობელი არის ბატონი ალუდა ყუტუშაური. მაგრამ ერთ საინტერესო დეტალი არის სხვათა შორის დღეს პირდაპირ დაჩი ირაკლი ბერაიას. სხვათა შორის ერთ საინტერესო დეტალი არის დღეს, როდესაც ტრანსლაციის კადრებს უყურებდით და შევიდა შემოყვებოდი დარბაზში გამოჩნდა ბატონი ყავლაშვილიო, როდესაც შემოვიდა დარბაზში, ყველა ხო რაღაც ეს ფორმალურად მაინც რაღაცას ულოცავდა, რომ ის გახდა ბიძინა ივანიშვილის რჩეულად გამორჩევას ულოცავდა. თეატრულკენი სხვათა შორის საინტერესო იყო, რომ ისე გავიდა დარბაზიდან არ მიულოცა, იმიტომ რომ ძალიან სუთხესიძე იყო. კი, ნუ ის ელოდებოდა, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო და საბოლოო ჯამში დათანხმდა იმას, რომ ყოფილიყო ნინო წილოსანის დარი საქართველოს პარლამენტში. მოდი მოусმინოთ ახლა კიდევ დამატებით ინტერვიუებს. ნაცლები და გავლილი, ესე ვთქვათ, კარიანა გამოდიოდა და დაიმსახურა და მან ჩვენი, ესე ვთქვათ, დობა დაიმსახურა და ყველამ ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდება. რომელი კარიერა? ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. აი, რომელი კარიერა მითხარ? მისი გინდა სპორტში, გინდა პოლიტიკაში მოღვაწეობით, რომელიც ნამდვილად ღირსეულად გაართვა თავი. ყაველაშვილს აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარაჯო. ყველგან, აი, თუნდაც მომისმინეთ, კარგით რა. 3 მოწვევის პარლამენტის წევრია, იყო კომიტეტის თავმჯდომარე. მას ახლა უამრავი გამოცდილება დაუგროვდა. და თვითონაც არ არის ახლა ესეთი ბიჭი, ნამდვილად, აი ესეთი, აი, რო გითხრათ სიმართლე, ჭკვიანი, განათლებული, მე ასე ვფიქრობ, განათლებული და მე მის გამოსვლებს და მის ბექგრაუნდებს რო უყურებ, აი ეს შტაბიჭდილება მრჩება და მე მგონი საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ესეთი შტაბიჭდილება რჩება. ქვეყნის სიყვარული მასში ყველაზე მეტად არის იგურჩავს და ამიტომ გულმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. გაეროს ტრიბუნაზე რომ გამოდის ყაველაშვილი, წარმომიდგენია ის უნდა ილაპარაკოს გაეროს ტრიბუნიდან მაგალითად. გიპასუხებთ. ჯერ ერთი დაველოდოთ მოვლენებს, როდესაც ის გამოვა, მას ექნება დარწმუნებული ვარ ძალიან ღირსეული, ქართული სულისკვეთებით გაჯერებული ტექსტი. თქვენ რამდენი დიპლომი გააქვთ? 3? ვაუ. 5 წლიანი დაამთავრა, სხვათა შორის წითელი დიპლომი მაქვს. მე რას ნიშნავს ეგ, რომ ვიღაცაზე უფრო მეტი განათლება მაქვს, იმიტომ რომ წითელი დიპლომი ავიღე და ვიღაცას ნაკლები, იმიტომ რომ შეიძლება დიპლომი არ ქონდეს. თქვენი მეგობარი რაგვარი იყო, წითლიძე ოროსანს მეძახდა. გახსოვთ ალბათ. ხო? ესე იგი არ ნიშნავს, ეს დიპლომი არაფერს არ ნიშნავს ესე იგი თქვენთვის, ხო? და ეხლა გახდა მნიშვნელობის მქონე. როდესაც ოროსანს მეძახდი და ადამიანს რომელსაც წითელი დიპლომი მაქვს, გიხარო და თაშუქრავდი და ეხლა ვიღაცას დიპლომი რო არ აქვს, რა შეიცვალა ამით? არაფერი. ერთი დიპლომი არ უნდა ქონდეს საქართველოს პრეზიდენტს? აი, ერთი დიპლომი. რომელსაც არ ქონდა თქო დიპლომი. გავიგე, მაგრამ ლინკოლნსაც არ ქონდა და ვაშინგტონსაც. დამთავრდა. რომელს ადარებთ ახლა მიხეილ ყაველაშვილი, რომელს გავს? კრიტერიუმი არ არის მარტო. თქვენ რამდენი დიპლომი გააქვთ? თქვენ რამდენი დიპლომი გაქვთ? საერთოდ არ თქვი, საჭიროდ რომ რაიმე პასუხი გაგცეთ. თქვენ ვერ დააკმაყოფილეთ თუ არ გინდოდათ რეაქციონერებს და რადიკალებს არცენ პასუხი. თქვენ არ გინდოდათ? ბატონო ლადო, თქვენთანაც საქმე მაქვს. თქვენ არ გინდოდათ პრეზიდენტობა? თქვენ არ გინდოდათ პრეზიდენტობა? 2 წუთი თქვენ ვერ მოგიგებთ ნამდვილად. ხო და ნუ მეჭიდავე. ბატონო ლადო, თქვენ არ გინდოდათ პრეზიდენტობა? თუ ჯერ ასაკი არ გიწევთ? უკაცრავად. თქვენ გქონდათ სურვილი პრეზიდენტობის? ისე თქვენ რამდენი დიპლომი გაქვთ? ერთგული ქვეყნისა და მოყვარული ქვეყნისა იქნება პრეზიდენტი. დიპლომი არ ჭირდება? ულაღრესად განათლებული პიროვნება. არ ჭირდება პრეზიდენტს? განათლებული ნაცია. თქვენ რამდენი დიპლომი გაქვთ ქალბატონო მარიამ? სადოქტოროს ვიცავ ახლა. ზურაბიშვილს აჯობებს ნებისმიერი საქართველოში სოფლის გამგებელი. აი ქართული სოფლის გამგებელი
რო ჩავიდეს უცხოეთში, ის აჯობებს ზურაბიშვილს, იმიტომ რომ ქართულად მაინც იაზროვნებს. ბატონო, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ 29-ში ზურაბიშვილი არ გამოვა ათონალის სასახლიდან? არ ვიცი, ვერც წარმომიდგენია, იცით, იმდენი თანაშაული დავარქვა, საბოტაჟი თუ რა არ ვიცი. ამის იქით თუ რამე კიდე არსებობს, ვერ წარმომიდგენია. აი, როგორი მოქმედებთ? არ ვიცი, ვერ გეტყვით. იძულების ასეთ გამოიყო? ვერ გეტყვით წინასწარ, ვერაფერს არ უშვებ, რომ არ დატოვებს.